წმინდა დიდმოწამე საკვირველ მოქმედი გიორგის დღესასწაულს გილოცავთ. ფარავდეთ წმინდა გიორგი. ეს უბრალოდ რელიგიური დღესასწაული არ არის, ეს არის მთელი ეპოპეა და უსაკრალურესი თარიღი დღეს აღსრულების დღე არის წმინდა გიორგისი 23 მაისის წამების შემდეგ. მე უბრალოდ მინდა ამ დღეს კარგად გავიაზროთ ერთი რამ. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ საქართველოს მფარველი არის წმინდა გიორგი, დიდმოწამე წმინდა გიორგი. აი თავად გავიაზროთ ერთად ყველამ. ადამიანი, წმინდანი, რომელიც შეეწირა თავისუფლებისათვის და ქრისტეს ნათელისთვის ბრძოლას. ეს ადამიანი, ეს წმინდანი ავიღეთ ჩვენ და ჩვენი ერის მთავარ წმინდანად შევისხლხორცეთ. სხვათა შორის მინდა იცოდეთ, რომ უცხოელებიც კი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, რომლებიც მოგზაურობდნენ საქართველოში, ძალიან გაოცებულები იყვნენ, რომ თვით ქრისტეზე მაღალი ავტორიტეტიც კი აქვსო წმინდა გიორგის, ანუ ქრისტეს მეომარს თავად ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ჰქონდა, ანუ ხალხში უფრო წმინდა გიორგის აღმერთებდნენ. და ეს ჩანს კიდევაც ხო იმაში, რომ ჩვენთან მაგალითად მაცხოვარის ღვთისმშობელის სახელობისა ეკლესიების რაოდენობა და ყველა სხვა წმინდანის ეკლესიების რაოდენობა, ვერც კი მიუახლოვდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს, ხო? და ამას ვიძახი, რომ როგორ შეიძლება ერმა, რომელმაც თავის წმინდანად დიდმოწამე გიორგი აირჩია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა, ეწამა, ვერ ვიყოთ თავისუფლები და ვერ გავიმარჯვოთ იმ ურჩხულზე, რომელსაც დიოკლეტიანეს სახით გმირავს ეს წმინდა გიორგი, ჩვენი მფარველი. იმიტომაც გვეძახიან გეორგიანელებს, ხო? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიწათმოქმედები ვართ, არამედ იმითაც, რომ წმინდა გიორგის განსაკუთრებული პატივისცემა გვაქვს. ხო, და ეს დიოკლეტიანი დღეს არის რუსული იმპერია თავისი ამ საცეცებით, ამ მარიონეტი ბორიას შედართავობით. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ჩვენ წმინდა გიორგისთან ერთად ვიბრძვით დღეს საქართველოს თავისუფლებისათვის. ზუსტად ის ბრძოლა არის ქრისტეს მხედართან ერთად, რა ბრძოლაშიც ჩვენი ერი იყო, რა ვიცი, 1000 წლეულები, ხო, 2000 წლეული მინიმუმ. ზუსტად ასე არის. სომხეთში რომ ჩატარდა ევროპის სამიტი, ეს იმას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც დიდი ხანია ვლაპარაკობ, რომ ევროპისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სომხეთისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობა. რუკაზე თუ დახედავთ, მიხვდებით, რომ სომხეთისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობით შავი ზღვა ხდება ევროკავშირის შიდა ტბა. ეს არის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენა. შუა აზიიდან და ჩინეთიდან მომავალი მილიარდები, ალბათ ხანგრძლივ პერსპექტივაში ტრილიონობით დოლარის ჩვენზე გატარების პერსპექტივა არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. დღესდღეობით სომხეთს ექცევა, იმიტომ დიდი ყურადღება, იმიტომ რომ საქართველო დროებით ამოვარდნილი არის ამ სქემიდან, ისევ ამ რუსი ბორიას მეცადინეობით, მაგრამ სომხეთს რომ მაინც ექცევა ყურადღება მიუხედავად ყველაფრისა, რომელსაც არ აქვს პირდაპირი კავშირი არც შავ ზღვასთან, არც ევროკავშირთან, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად ჩაერთება ადრე თუ გვიან ამ პროცესში. და ამ პროცესს რახან ხელს უშლის ბორია ივანაშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრილიონობით დოლარის სტრატეგიული ტვირთების გავლას საქართველოზე. ის ამოვარდება ამ სქემიდან ნონსენსი არის. ქართული ოცნება ნონსენსი არის გეოპოლიტიკური მოცემულობით, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. ვერავით არის ის გამართლება, რომ აი ალიევი თუ არის იქა აზერბაიჯანში, იმასაც ხო ავტორიტარიზმი აქვს, იქნება ჩვენც ასევე არ დაგველაპარაკებიან ალიევს
აქვს ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი, იქ მოსუფთავებულია ყველაფერი. აზერბაიჯანელი ხალხი არ იბრძვის თავისუფლებისათვის, გასაგები მიზეზების გამო აღარ მოყვები ახლა ეროვნულ თავისებურებებზე. საქართველოს ყოველთვის იბრძვის თავისუფლებისათვის, დღესაც იბრძვის თავისუფლებისათვის. და აქედან გამომდინარე ამას ვერ დაუხუჭავს თვალს, ვერც ამერიკა და ვერც ევროპა. და ბორია ივანიშვილს არ აქვს ავტორიტარიზმის რესურსი, იმიტომ რომ ჯერ არის იმიტომ რომ ბორია არის, მეორე არის იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ და მესამე ისევ და ისევ წმინდა გიორგი. ჩვენ გენეტიკურ მოცემულობაში გვაქვს თავისუფლებისათვის ბრძოლა, რადგან ყავს დიდმოწამე წმინდა გიორგი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. იხარეთ და იმრავლეთ, გფარავდეთ სრულიად საქართველოს წმინდა გიორგი. ამის თქმა მინდოდა და გაავრცელეთ ეს. ჩვენ ავაშენებთ დიდად დიდებულ საქართველოს. კეთილდღეობის, ბედნიერების ქვეყანას ევროკავშირის წევრობით. სადაც ვიქნებით კეთილდღეობაშიც, მარადიულშიც და დაცულობაშიც, მარადიულშიც. ეს არის ჩვენი თაობის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს არის დიდგორი, რომელსაც მოვიგებთ და იქ როგორც გამოეცხადა წმინდა გიორგი ზუსტად ასე მოხდება აქაც. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვეღაც ბორიებზე და ვეღაც საქოცეძე ამ ჯოგზე, ურდოზე გარდაუვალი არის. იხარეთ და იმრავლეთ. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს.